88 წლის ბებია და 6 წლის შვილთაშვილი ნიკა გაბლიშვილი დღეს სოფელ ფრისიდან დევნილი ოჯახის ისტორიას მოგიყვებათ და მათ მძიმე სოციალურ ყოფას გიჩვენებთ. ოჯახი გორში მეორე საბავშვო ბაღის შენობის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და დახმარებას ქველმოქმედი ადამიანებისაგან ელის. სკამი აგრე ჩემი გაკეთებულია. აგრე ჩემი გაკეთებულია. აი ეს არის მეზობლის მოცემული, მაჩქა და აღარ არის. მარობებოს ქონება საკუთარი ხელით გაკეთებული სკამი, მაგიდა და მეზობლის ნაჩუქარი ტელევიზორია, რომელიც უკვე გაფუჭდა. სოფელ ფრისიდან დევნილი 88 წლის ქალი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში, შვილთაშვილთან ერთად 3 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები ყოველდღიურად მძიმდება. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და დევნილობის დახმარებაა, რომელიც საკופში და მედიკამენტებშიც არ ყოფნის. გუშინა ვიღე 160 მაგ და 5 ლარი დამჭამე მაღაზია მაქვს აღებული რა ვჭამოთ ჩემი პენსია იწურება იქა ცოტა ხوار მინდა შვილო მაინც ორნი ვარ და ბავშვია და ყველაფერი უნდა 2 ლარისა პეჩენია წამოუღე გუშინა 2 ლარისა კამფეტი წამოუღე გუშინა არ შეიძლება გამოუვლიო მიემას რამე არ მოხდება მე მოვიმშემ და მე ბავშვს არ მოვამშემ. ახლა საბავშვო ბაღის ეზოში მიწას ამუშავებს. გეგმავს, რომ ჭარხალი, ლობიო, მწვანილი, წიწაკა, პომიდორი, ხახვი, კომპოსტო და კარტოფილი დათესოს. ჯერ არ იცის, როგორ შეძლებს მოსავლის მოსაყვანად საჭირო თესლის შეძენას, თუმცა იმედი აქვს, რომ ვინმე დამხმარე გამოჩნდება და მომავალ წელს უხმოსავალსაც მიიღებს. ასაკის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს საკუთარი ძალებით განახორციელებს. ნიორი მითესია ხახვი უნდა დავრგო ზამთარში გარეთ არ გავალ და ხელებს ვერ შევიბერავ სახში მექნება სოყალაფერი ბაღში ფუსფუსის შემდეგ სადილის გაკეთების დრო დადგა. მარობებომ სახელდახელოდ შეგროვილი ნივთების ნარჩენები მოძველებულ ღუმელში შეუკეთა და ცეცხლიც დაანთო. ახლა სანამ ღუმელი სიმხურვალეს დაკარგავს, სადილის მომზადება უნდა მოასწროს. თუ არა და მალხასთან ერთად შეშის შესაგროვებლად მინდორში უნდა წავიდეს. აი მგაჭირებული მდგომარეობაში ვარ შვილო. შეშიც ფული არა მაქვს, შეშა უნდა ვიყიდო. უნდა განცხადება შევიტანო მეთქი 1-200 იმანეთი მომწინ და 200 იმანეთი შევიყიდო. რომ ცოტა მიცია. როგორც ბებერი ვიციალო. ცოტათი რომ არ შემცივდეს. მალხაზი მარობებოს შვილთაშვილია. 11 თვის იყო, როდესაც მშობლებმა მიაბარეს. ახლა 6 წლისაა. მას შემდეგ მალხაზ ბები აზრდის. მოხუცებული ამბობს, რომ სიცელქის მიუხედავად შვილთაშვილი მის დახმარებას მაინც ახერხებს. მოვლას არ ვაკლებ, არაფერში არ გამოვაკლებ, სანამ ცოცხალი ვარ. თავს ვანაცოლებ, სანამ ცოცხალი ვარ. ჩემ ხელშია. 7 წელი უნდა გახდეს 16 სექტემბერში. ბებიას და შვილთაშვილს დღეს მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ. საჩუქრებით ხელში მათთან ერთ-ერთი კოლეჯის წარმომადგენლები მივიდნენ. განთიადის კოლექტივმა ოჯახს საკვები პროდუქტები, შეშა და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანეს. მალხაზს კი საჩუქრად სათამაშო მანქანა გადასცეს. გვიხარია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი დაიძინებს თბილად, არ იქნება მშიერი და ძალიან თქო ყველა სამსახურს ეს იყო უმნიშვნელო თანხა რაღაცა მოგბაძონ ყველა შეაგროვონ და გაახარონ თუნდაც 1-2 ადამიანი. რა ვიცი, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ეს გახარებულ ხალხს ვხედავ. ჩვენ მოვედით დღეს დილას და შევეკითხეთ პატარას რა გაეხარდებოდა და რა საჩუქრებიც გვითხრა, ის საჩუქრები მოუტანეთ. ძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ბებია და შვილთაშვილი ახალი წლის მოახლოებას ახალი იმედებით ხვდებიან. მათ სჯერათ, რომ 2016 წელი ბევრ სიკეთეს მოუტანთ.